მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს დღის 2 საათზე. საკონსტიტუციო სასამართლო პრინციპული საკითხი, რომლის გარშემო ნებათა ხელვა არ ცხრება. თემა დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება. ამასთან ოპონენტების აზრი ემთხვევა ერთ რამეში, რომ სასამართლოს პოლიტიზირება მოხდა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ქმედებები და განცხადებები სააკაშვილის მიერ დაწერილ სცენარში ჯდება. ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური ძალები კი ამბობენ, რომ მართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებითა და ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლით საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩასაგდებად იბრძვის, რადგან ეშინია იმ საქმეებზე მისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების გამოტანის, რომელსაც მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმეზე. შეგახსენებთ, ეს არის სასამართლო, რომელსაც არჩევნების შედეგზე შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის შეკითხვა. როგორი საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დღეს, ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია, თუ სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ნიშნით გაიყო და ახლა იქ გავლენებისთვის ბრძოლა მიდის. იყო თუ არა პოლიტიკური გავლენების გამოძახილი გუშინდელი ფაქტი, როცა უგულავასა და კაბელების საქმის გაერთიანებული სარჩელის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა, რადგან მოსამართლეთა ნაწილი თბილისში დიპლომატებთან შეხვედრას მართავდა. ბათუმში კი მხოლოდ დღის ბოლოს ჩავიდნენ. ვის რა გეგმა აქვს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტთან დაკავშირებით, დაწერილი იყო თუ არა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, რომელიც ვერ განხორციელდა. სწორედ ამას ამბობს ქართული ოცნება. მართველი გუნდი ამტკიცებს, რომ თუ არ მიიღებდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, ეს რევოლუციური სცენარი რეალობა გახდებოდა. აქ ლაპარაკია რამდენიმე ცვლილებაზე, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდაზე, თუ ადრე პლენუმში 5 ხმა იყო საჭირო, ახლა 6 მოსამართლის მხარდაჭერაა აუცილებელი. ცვლილება შეეხო კოლეგიიდან საქმის პლენუმისთვის გადაცემასაც. სწორედ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც დღეს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო პროცესში. არასამთავრობოების კოალიციამ სარჩელი შეიტანა და მართველი გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ეს საკითხი თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. სარჩელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა და სულ რამდენიმე წუთში ჩვენს შეკითხვებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი უპასუხებს. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში შევეხებით. კიდევ ერთი ქართული საფეხბურთო კლუბის წარუმატებელი გამოსვლა თბილისის დინამომ ზაგრების დინამოსთან მეორე მატჩით წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა. თბილისელებს კიდევ რჩებათ შანსი ევროპა ლიგაზე მოსახვედრად. მანამდე პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვარდა ყველა დანარჩენი ქართული გუნდი. რა შეიცვალა ქართულ ფეხბურთში და აქვს თუ არა სპორტის ამსახეობას წარმატების პერსპექტივა განვითარების იმ ფორმით, რომელსაც და როგორცაც დღეს ვხედავთ. ჩვენი სტუმრები გადაცემის მეორე ნაწილში იქნებიან ჟურნალისტები სანდრო ცნობილაძე და ლევან სალუქვაძე. ახლა კი პირველი ნაწილის თემა და ჩვენი პირველი სტუმარი გია ვოლსკი და თემა საკონსტიტუციო სასამართლო. მოგესალმებით ბატონ გია, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ გადაცემაში. თუმცა ახლა ხანს ბრიფინგი ჩავატარეთ, თუ პრესკონფერენცია მე და ქალბატონ მაიკაბესელიამ და ვფიქრობ, შეკითხვაზე პასუხი გავეცით, თუმცა შეიძლება რაღაც დარჩენილია და არ იქნება ურიგო თუ კი კიდევ დამატებით. კი ბატონო, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რომ უკვე პირდაპირ ეთერში ჩვენს ტელემაყურებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს კიდევ ერთხელ რას ფიქრობს მართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ დაწერილი იყო საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი. შეგიძლიათ გითხრათ, რას გულისხმობდა ეს სცენარი, რომელიც თქვენი აზრით დაწერილი იყო ყოფილი მართველი გუნდის მიერ და როგორ უნდა მომხდარიყო თქვენი აზრით ეს საკონსტიტუციო რევოლუცია? მე შევეცდები უფრო ნათლად და უფრო ყოველგვარი ზედმეტი წიაღსვლების გარეშე ჩამოვაყალიბო სურათ. რეალურად ქონდა რასთან საქმე, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მთელი შემადგენლობა წარმოადგენს პლენუმს, რასაკვირველია, უფრო მეტი მაღალი კვორუმით, ვიდრე ერთი და ორი კოლეგია. და ამ კოლეგიაში არის 4 ადამიანი ერთ კოლეგიაში, 4 მეორეში
და თავმჯდომარე, რომელიც ანაწილებს საქმეებს ამ კოლეგიებს შორის. Բոլო პერიოდის განმავლობაში არც ერთი საკითხი, რომელიც ასე თუ ისე პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული, არ მოხდა ისე, რომ რომელიმე სხვა მოსამართლეებს ქონოდა თუ არა პირველ კოლეგიას მიცემული განსახილველად, სადაც სულაც ორი ხმა არის საკმარისი იმისათვის, რათა ქვეყნისათვის საგანგებო მნიშვნელობის თემაზე, პოლიტიკურ თემებზე მათ შორის მიღებული იქნეს გადაწყვეტილება. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის გაუქმება. მაგალითად, არჩევნების საერთოდ არჩევნების თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. და აქედან გამომდინარე დადგა აუცილებლობა რომ აგვეცილებინა პრევენცია გაგვეკეთებინა ამ ვიწრო წრეში თქვა პაპუაშვილის და ვარძელაშვილის მიერ ან ვარძელაშვილის და კოპალეიშვილის მიერ რომელიც დიდი ხანია პოლიტიკური გუნდით თავის სამსახურეობრივი დანიშნებით რაც ჰქონდა სააკაშვილის პერიოდში ერთად მოდიან გვარამიაც ამ გუნდში იყო და ხელმძღვანელები, მინისტრები, მათი მოადგილეები, მეუღლე ერთ-ერთის მოადგილე მეორესი და მოკლედ ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, რომლის ხელშიც იყო ძალიან დიდი ძალაუფლება დაგროვილი, ისე რომ ორ ადამიანს შეეძლო ქვეყნისათვის საგანგებო მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. ვენეციის კომისიამ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელიც ამბობს, რომ ესოდან მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოს პლენუმმა უფრო ფართო შემადგენლობამ, რათა ნდობას გადაწყვეტილებების მიმართ იყოს მაღალი საზოგადოებაში და ასევე რაღაც გარკვეულწილად პრევენცია მოხდეს უზურპირებისა გადაწყვეტილების მიღებაზე უფლების. აქედან გამომდინარე განხილული, როდესაც იქნა საკონსტიტუციო უკაცრავად საარჩევნო კოდექსი, ასაკვირველია პლენუმის ქვემდებარე საკითხი უნდა ყოფილიყო ეს. მცდელობები იყო კვლავ კოლეგიაში დაეტოვებინათ, ორ კაცს მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ განხილვის დროს, პლენუმის განხილვის დროს 4 ადამიანმა მხარი არ დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის არჩევნს. 4 მხარე დაუჭირა, აღარ ჩამოთვლი გვარებს, ალბათ მივხვდებით, ვინც დაუჭირა მხარე ამ ცვლილებას. რომ განხორციელებული იყო ეს ცვლილება და ნუ კოლეგიას რო განეხილა, რასაკვირველია ეს ცვლილება მიღებული იქნებოდა. ამ შედეგმაც გვიჩვენა ამ კენჭისყრების და მოხდებოდა ჩვეულებრივი რევოლუცია ახლა ცოტა ფრთიანი ფრაზაა, ჩემი მოგონილი არ არის, მაგრამ რეალურად მოხდებოდა შეიქმნებოდა ვაკუუმი შესაძლებელი საარჩევნო კოდექსი რთულად თუ შესწორდებოდა საორგანიზაციო თემებს თავი რომ დავანებოთ უმრავლესობის შეკრებას აქ რეალური დაპირისპირება გუნდებს შორის, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც უკვე ოპონირების რეჟიმში არიან. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ ქონდა კანონის მიხედვით, ორგანული კანონის მიხედვით უფლება და ვალდებულება მიიღო არჩევნებთან დაკავშირებული თემა განსახილველად მას მერე საარჩევნო თარიღი დაენიშნა. ასე რომ წარმოიდგინეთ რა ხდება საარჩევნო კოდექსის ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ ნაწილს აუქმებს საკონსტიტუციო სასამართლო დანიშნული ორი ადამიანი და პრაქტიკულად პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა დეტალებში გაიაროს, იმსჯელოს და სამი მოსმენით. გასაგებია, ბატონო გია, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, აი თქვენ ახლა დაასახელეთ რამდენიმე გვარი, მათ შორის პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, კოპალეიშვილი და მათ მიიჩნევთ პოლიტიკური გუნდის წევრად. მე მაინტერესებს ერთი საკითხი. ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოში, ანუ პარლამენტს დამტკიცებული ყავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, ეს არის მერაბ ტურავა. თუ დავაჯამებთ, კიდევ რჩებიან ხომ იქ მოსამართლეები, 9 მოსამართლეა სულ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი დანარჩენებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება როგორია? ვისი გვარებიც არ გითქვამთ, მაგალითად ისინი, რომლებიც გუშინ არ იყვნენ
იმ ჩანიშნულ სხდომაზე და იყვნენ მაგალითად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ეს საკონსტიტუციო სასამართლო დაკომპლექტებულია წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. თქვენ სხვადასხვანაირად განიხილავთ, თქვათ ამ შემადგენლობაში მოსამართლეების პერსონებს, რა შეიცვალა იქ თქვენი აზრით? იცით, მას მერე რაც გადაწყვეტილებებია მიღებული, სხვადასხვანაირად განვიხილავ, რასაკვირველია, მაგრამ ამის წინაპირობა ამ თემაზე საუბრის წინაპირობა მე არ მქონია, რასაკვირველია, ეხლა ესეთ მდგომარეობამდე არ მივსულდათ. ეს შექმნილი ვითარების გამო, როდესაც ხუთმა მოსამართლემ სამართლებრივადაც, იმიტომ რომ ხა მე არა ვარ იურისტი, მაგრამ საკმაოდ ისეთი ფართო და ინტენსიური კონსულტაციები გავიარე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვენეციის კომისია, ეს არის მომაღლესი საკონსულტაციო ორგანო ევროკავშირის, ამის დასკვნების საფუძველზე ვსაუბრობ, რომ კანონი მართებულია და სწორია. თუ არსებობს რაღაც ჯგუფი, მათ შორის მერაბტურავა, რომელსაც სხვათა შორის არც ერთის თემა არ ეწერებოდა გიორგი პაპუაშვილის მიერ, თუმცა ისიც პირველ კოლეგიაშია, საერთოდ არ აკარებდნენ ამ საქმეს, რასაკვირველია, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გამორჩეული პოლიტიკური ფიგურები, აქედან გამომდინარე გამიშთა საფუძველი ვილაპარაკო იმაზე, რომ მიუხედავად წარსულისა და მიუხედავად მანტიისა, ისინი ისევ წარსული პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩნენ და არა იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე ესეთი შეხედულება მქონდა მათზე. და ამას რა მიმყარებს, იცით? მოხდა ისე, რომ კიდევ სარჩელი შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავი ორის საქმესთან მიმართებაში, კაბელების საქმესთან მიმართებაში და გიგი უგულავას საქმესთან მიმართებაში ახალი სარჩენით არის ესეთი პრინციპული მოთხოვნა, რომ გაუქმდეს სისხლის სამართლის კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის გარკვეული მუხლები. აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, გაუგონარი რამ ხდება, მსოფლიოში ესეთი ფაქტი არ არის, რომ რომელიმე კოდექსში განვითარებული დემოკრატიაზე აღარ მაქვს საუბარი, ნებისმიერი ქვეყნის კოდექსში არ იყოს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სტაჟს მითვისებისათვის და დატაცებისათვის. არ იყოს ისეთი მუხლები, რომელიც ითვალისწინებს სტაჟს თაღლითური გაიგებისათვის. და იქ არის მთელი რიგი ქვემუხლები ჩამოწერილი ამ კოდექსში, სამოქალაქოში და სისხლის სამართლი, რომელიც ასევე უნდა გაუქმდეს, თუ კი ამ სარჩელს ხარს დაუჭერს. და ვის დაეწერა ეს სარჩელი, ვინ იხილავს ამ სარჩელს? კვლავ ადამიანები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ და მთავარი კიდევ ერთი თემა. სარჩელებთან დაკავშირებით ამ მოსამართლეებს და სარჩელის ავტორებს შორის იყო წინასწარი კონსულტაციები, კონსპირაციული კონსულტაციები, სხვა სარჩელი, სხვა შინაარსის იყო შემოსული, იგივე ნომრით ცოტა ხანში გაჩნდა ახალი, იგივე ნომრით. ახალი, რომელიც 20 თუ 30 გვერდით არის გაზრდილი. ანუ გაიარეს კონსულტაციები მოსამართლეებთან, შესწორებები შეიტანეს და დააბრუნეს და ეს თითქოს არ მომხდარა და არავითარი შიდა კვლევა ამ თემასთან დაკავშირებით არ ტარდება. ეხლა წარმოიდგინეთ, მე თქვენ მეკითხებით საინტერესო შეკითხვაა, რატომ გამიჩნდა მოსაზრება, რომ ეს ხუთი მოსამართლე სხვა პოზიციაზე დგას და დანარჩენი 4 სხვა პოზიციაზე. რასაკვირველია იმისგან გამომდინარე, რაც ახლა მოგიყევით. ანუ ნახეთ, აი ისევ თქვენ ამბობთ, რომ წარსულს დავანებოთ თავი, მაგრამ ქართული ოცნება სულ ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის სააკაშვილის გავლენის ქვეშ. ანუ რა გამოდის, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს დანარჩენი მოსამართლეები გამოვიდნენ სააკაშვილის გავლენის სფეროდან, ამას ასე უნდა გავიგოთ? მოსამართლეები არა, იცით რა ხდება? ჩვენ ძალიან ესეთი თითქოს ისე უყურებთ იმ საკითხს, რომ არსებობს ბანტის ღირსება, არსებობს ბოლოს და ბოლოს პროფესიონალური ღირსება, ცოდნა და არსებობს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ და მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები, რომლებიც
გუშინ წინის წინ დანიშნული იყვნენ და მოხდნენ ამ საპასუხისმგებლო პოსტებზე დღეს დაინახეს რომ რეალურად საქმე გაცილებით უფრო რთულ ვითარებასთან აქვს რომელიც ითვალისწინებს ზეგავლენის შენარჩუნებას ერთი პოლიტიკური ჯგუფის საკონსტიტუციო სასამართლოზე და საკონსტიტუციო მე რომ ამბობ დავანება ჯგუფი თავი წარსულს ეს იმას არ ნიშნავს რომ გვერდზე გადავდოთ ეს თემაც არსებობს მაგრამ არსებობს გარდა ამისა ამ მახინჯ დამოკიდებულებასთან კიდე სხვა პათოსით დამოკიდებულება რომელიც გითხარით რომ პროფესიონალიზმის და თუნდაც მოქალაქეობის ბატონგი აი თქვენ ახსენეთ რომ არსებობდა რაღაც რევოლუციური სცენარი რომელიც აღწერეთ თქვენი აზრით რაშიც მდგომარეობდა აი ეს რევოლუციური სცენარი მე თქვა რაღაც არ მიხსენებია ეს მე ვახსენე, მაგრამ შემდეგ დავამატე, რომ რაც აღწერეთ, ეს იყო რევოლუციური სცენარი. მე მაინტერესებს ერთი რამ. თქვენ იცით, რომ პაპუაშვილმა განაცხადა ცალკეულ მოსამართლეზე თუ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ. თქვენ გამორიცხავთ, რომ რაიმე ისეთი ფაქტები წარმოადგინოს პაპუაშვილმა, რომელიც შეიძლება ასახავდეს მოსამართლეზე გარკვეულ ზეწოლას ან ზეწოლის მცდელობას. იმიტომ რომ მარტო პაპუაშვილი არ იყო ასევე ქეთევან ერემაძე საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც თქვა რომ მე პროკურატურას ვეთყვი კონკრეტულ გვარს თუ ვიზე იყო ზეწოლა. თქვენ ფიქრობთ რომ ამით დამთავრდა საკონსტიტუციო სასამართლოში ყველაფერი თუ გაგრძელება ექნება? რა მოლოდინი გაქვთ? სწორი შეკითხვა და ითვალისწინებს ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილის კითხვას. მე საგანგებოდ ამ ზეწოლის თემისთვის არ ამივლია გვერდი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, როდის იყო ეს განცხადება გაკეთებული. 20-ში ვერ მოხდა. 20-ში ვერ მოხდა, გაიყო ხმები 4 ხმის წინააღმდეგ და არ დაკმაყოფილდა ნაციონალური მოძრაობის არჩევანი. ეს მოხდა 20 ივლისს. 21 ივლისს პაპუაშვილი გამოდის შეშფოთებული ისტერიკაში, როგორც თელი ნაციონალური მოძრაობა არის ახლა ისტერიკულ მდგომარეობაში და აკეთებს განცხადებას, რომ ხდება ზეწოლა. არც ერთი ფაქტი ზეწოლის ან ფაქტს თავი დავანებოთ, არც ერთი მიზეზი თუ რატო შეიძლება ყოფილიყო ზეწოლა ლოიალობის მოთხოვნით, ვისგან იყო ზეწოლა, არც ერთი თემა რომელიც ამ ზეწოლას შეიძლება ეხებოდეს პროკურატურაში წარმოდგენილი არ ყოფილა და არც ერთმა მოსამართლემ, 8 მოსამართლემ არ დაასახელა, არ მოიტანა და ზოგმა კატეგორიულად უარყო და საერთოდ გამოდის რომ 8 ადამიანმა, 8 მოსამართლემ ეს თემა არ დაადასტურა. გამოძიების შუალედური დავარქვით მაინც შედეგი ყველამ და ვამბობთ რომ უნდა გაგრძელდეს. მე არ მესმის კიდე შეიძლება არ ვარ გარკვეული ნიუანსებში არ მაქვს პროკურატურიდან ინფორმაცია რატოა შუალედური რა ხდება კიდევ რა დამატებითი ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ანუ ზეწოლაზე საუბარი ეს 20 ივლისის შემდეგ ანუ წარმოდგენილი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი სამართლებრივად გაუქმების მცდელობა საარჩევნო კოდექსის და შექმნილი ვითარების მიყვანა კრიზისამდე. ანუ ის თემა რომ შემოტანილი სარჩელები წინასწარ განიხილება მოსამართლეების გარკვეულ ჯგუფთან შედის შესწორებები ამაზე სამართლებრივი დევნა შიდა მოკვლევა არაფერი არ ხდება მეტი რაღაც რა ნიშანი უნდა მქონდეს იმისათვის რომ ამას დავარქვა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ან როგორც ვთქვათ ეკამოწოდა საკონსტიტუციო რევოლუციის მცდელობა. და კიდევ ერთი შეკითხვა ვიდრე დაგემშვიდობებით აქ ჩართული არიან ასე ვთქვათ დაინტერესებული არიან ამ საკითხით რა თქმა უნდა პოლიტიკური ძალები, ჟურნალისტები, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არასამთავრობო სექტორიც აქტიურობს, რომელიც სწორედ იმ ორგანულ კანონში შეტანილი იმ ცვლილებების
შეცვლას ითხოვს, რომელზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობდით, ეს ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, კვორუმის საკითხს, ამ 2/3-ს და მათ შეიტანეს სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ამ ყველაფრის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. რას გვეტყვით უკვე არასამთავრობოების შესახებ, თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხის მიმართ? იქ არ არის მხოლოდ ერთ ან ორ არასამთავრობოზე ლაპარაკი, ეს არასამთავრობოთა კოალიცია, რომელიც სწორედ იმის შეცვლას ითხოვს, რა თქვენ დაამტკიცეთ პარლამენტში. იცით რა არის, მესმის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ექსპერტებისგან შედგება, ვფიქრობ რაღაცა განწყობები და ხშირ შემთხვევაში მათი აზრი გასათვალისწინებელი და მოსასმენია. ერთ მხრივ ხან ვენეციის კომისიას იშველიებენ, ხან არ ვიცი, რაღაც თავარი ყველა უმაღლესი წერტილი აქვს ვენეციის კომისიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. საერთაშორისო დონეზე და მეორეზე პარლამენტსაც რაღაც ისე მოიხსენიებენ და არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები. ხალხის მიერ არჩეული რეალური ორგანო, რომელიც თავის მინუსებით, უამრავი პლუსით, უამრავი კანონებით, მათ შორის ორგანული კანონებით არის ხასიათდება ის 4 წელი, რაც იმუშავა, იმოღვაწა პარლამენტმა. ეხლა გამოდის, რომ ეს ხალხის მიერ არჩეული ეს ორგანო პრაქტიკულად არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იყოს, თქვათ, მაშინ ეხლა ბალანსით მოხდება რასაკვირველია, მაგრამ მაშინ ერთპიროვნულად დანიშნული ადამიანების ჯგუფი. მეორე ჯგუფს აღარ მინდა შევეხო მათი სწორი პოზიციის გამო, ჩემი აზრით. და ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანაში ვითარება და შექმნან კრიზისი. ამასთან გვაქვს საქმე. და ვფიქრობ, არ ვიცი, ხა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში მე არ მინდა დამატებითი კიდევ კომენტარი გავაკეთო, ვფიქრობ, აქედან გამომდინარე თქვენმა მაყურებელმა უნდა გააკეთოს სათანადო დასკვნები. გავაუქმეთ კანონი მაგალითად და მივეცით საშუალება, რომ პაპუაშვილმა და ვარძელაშვილმა ორმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილებები ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკურ ასპარეზზე და პოლიტიკურ ავანსცენაზე, რა საკითხებიც ჩანს. რასთან გვექნება საქმე, რას მივიღებთ, რა შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ამაზეა საუბარი, თორემ მე არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვისაუბრო, თქვათ, რაღაც პოლიტიკურ პროგრამებზე, პოლიტიკური გუნდის დაინტერესებაზე, რომ გინდა თუ არა ხელისუფლებაში უნდა იყოს, მაგრამ ქართული ოცნება თემა თვითონ, ის საარჩევნო სისტემა, ის კანონები საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება, ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ფიქრი. და არა ვიღაცის კონკრეტულ ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ინტერესებს. მე ძალიან დაგულდაწყვეტილი ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც თუნდაც ახალ სარჩელებთან დაკავშირებით ხდება. გმადლობთ. გია ვოლსკი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მას. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და გვაქვს თემა ფეხბურთის შესახებ. კიდევ ერთი ქართული საფეხბურთო კლუბის წარუმატებელი გამოსვლა თბილისის დინამომ ზაგრების დინამოსთან დათმოგუშინ საკუთარ მოედანზე მატჩი და გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ევროპა ლიგის მიმართულებით მას კიდევ რჩება შანსი და ჩვენი სტუმრები იქნებიან ჟურნალისტები სანდრო ცნობილაძე და ლევან სალუქვაძე რამდენიმე წუთში. დღის ეთერის სპონსორია გურჯაანის ნაყინი. სადაც გურჯაანის ნაყინია, ყველგან სიხარულია.